ნიკოლა სარკოზი თბილისში დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 საათსა და 35 წუთზე დაეშვა. საფრანგეთის ლიდერს აეროპორტში მიხეილ სააკაშვილი დახვდა და ხვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტების ესკორტი ევროპის სახლისკენ გაემგზავრა. საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, საქართველოს დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში ზუსტად 16 საათსა და 35 წუთზე დაჯდა. გეგმით გათვალისწინებულ დროზე 25 წუთით ადრე. ნიკოლა სარკოზისთან ერთად თბილისში საფრანგეთის მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. Le peuple nous attend impatiemment sur la place, plein du monde. Comment allez-vous? Ça va? Ça va? Tous nos amis. საფრანგეთის პრეზიდენტს და მის თანხმლებ დელეგაციას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი პირადად დახვდა და მიესალმა. აქვე იმყოფებოდა საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. წითელი ხალიჩის გასწვრივ კი სტუმრებს სარიტუალო დანაყოფის წევრები დახვდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრეზიდენტები პირდაპირ თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. ესკორტი მოედანზე ცოტა ხანში გამოჩნდა და პრეზიდენტები უკვე ევროპის სახლში შევიდნენ, სადაც მათ 10-20 წუთი დაყვეს. საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ტრიბუნაზე 6-20 წუთზე ავიდნენ. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. Le président de la Géorgie, son Excellence Monsieur Mikhail Saakashvili, et le président de la République française, son Excellence Monsieur Nicolas Sarkozy. Allons enfants de la patrie, le jour de gloire est ორივე ქვეყნის ჰიმნები სოფო ნიჟარაძემ შეასრულა. contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusqu'au dans nos bras, égorger nos fils, nos compagnes. Aux armes citoyens, à maudis d'ors roi chouap trindeba. ამის შემდეგ კი ჯერ მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი ნიკოლა სარკოზიმ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს. ჩვენ გავართ ერთად, ჩვენ ვართ თავაწეულიერი, ჩვენ ვერავინ დაგვაჩუქა, ჩვენ ვართ ქართველები, ყველანი და მასასადამე ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ. პრეზიდენტების მიმართვა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი 40 წუთს გაგრძელდა. Quand je suis arrivé à Tbilissi,